ჩემი გოგონა დადის როგორც სტანორჯიშზე, ასევე გოგოების ფეხბურთზე. შეგორდა თამაშობ შვილებთან ერთად. და ძალიან მიხარია ამ პროცესში ყოველთვის ჩართული. ძალიან ბევრმა მირჩევს მწვანე სკოლა. ჩემთვის როგორც მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა სწავლის პროცესში. აქ მასწავლებლები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ თითოეული მოსწავლის მიმართ, ითვალისწინებენ მათ საჭიროებებს და ინტერესებს. განსაკუთრებით მოვიხიბლე აქაური ტერიტორიით, ტყით, ჭიტების ჭიკჭიკით, საოცარი ბუნებით და ვფიქრობ, რომ ასეთ გარემოში ჩემი შვილები მეტად შემოქმედებითები იქნებიან. ვფიქრობ, რომ სპორტული აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი გოგონა დადის როგორც სტანორჯიშზე, ასევე გოგოების ფეხბურთზე. ახლა აპირებს ცეკვაზე შესვლას და მოკლედ ძალიან ბედნიერია და მომწონს, რომ ესე თანაბრად ანაწილებს მის ენერგიებს. სიმართლე რო ვთქვა, მწვანე სკოლას დიდი ხანია ვიცნობ და სულ პირველად ყურადღება მიიქცია მისმა დასახელებამ მწვანემ და აღმოვაჩინე ის მთავარი, რამაც გადაწყვიტა, რომ ჩემი შვილი აქ მომეყვანა და რა იყო ეს მთავარი, ეს იყო მწვანე, სიმწვანე, მწვანე პოლიტიკა, მწვანე იდეები, როგორიცაც მე ვცხოვრობ და აღმოჩნდა, რომ ეს სკოლა ცხოვრობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვებს უნერგავს აი მწვანე პოლიტიკის იდეას. ის რომ მწვანე სკოლა თავის სასკოლო ცხოვრებაში შოვლებს, ეს ძალიან კარგია. პირადად მე ჩემი შვილის კლასელებსაც წავუკითხე წიგნის, სკოლელებთან ერთად ასე ვთქვა, დასუფთავების აქციაშიც მივიღე მონაწილეობას. ერთობით მონაწილეობთ, ცეკვავთ, თამაშობთ შვილებთან ერთად, სწორედ იმიტომ, რომ შვილებმაც იგრძნო, ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ. პირველად რომ მოვედი მწვანე სკოლაში, აი ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ დღემ, რომელშიც არის ეს სკოლა ესე ჩაფლული და აი მართლა წარმოუდგენელი იყო და მე კიდევ როდესაც სასწავლო პროცესს ვადევნებდით თვალს, ჩემთვის იყო აი მართლა განმაცვიფრებელი, როგორ საინტერესოდ ხდებოდა ინტეგრაცია აი ამ სასკოლო გარემოში, ამ ბუნებრივ გარემოში საგაკვეთილო პროცესში. რომ ბავშვები აგროვებდნენ მცენარეებს, შემდეგ ხატავდნენ ამ მცენარეებს. მე ვფიქრობ, რომ აი შემეცნების პროცესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს არ მქონია მოლოდინი, რომ სკოლა ნებისმიერ დაწესებულ ომოსთანაც მაკროფია თუ იქნება idეალური. და შექმნის პროცესში კიდევ ბევრჯერ შეიცვლება და მესამე წელია ვართ უკვე ამ სკოლაში და ვიცით დღესდღეობით, რომ ნებისმიერ ცვლილების დროს ან სიახლის ზანერგვის დროს სკოლა დაელაპარაკება მშობლებს და ჩართო მშობლებს ამ პროცესში და ძალიან მიხარია ამ პროცესში ყოველთვის ჩართულობით და ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი მართლა იყო, როდესაც საბოლოოდ გადავწყვეტე აქ მოსვლა, როდესაც ვნახეთ ეს კამპუსი. ამ ხელმწვანე ტერიტორია და ასეთი სიწყნარე და სიმშვიდე ძალიან კარგი იყო და წარმოვიდგინე როგორ იმედ შემიშვილი აქ და ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი.